საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს. მთავარ მიზეზად მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები დასახელდა, რომლებიც ბოლო კვლევებით ახალგაზრდებს სწორედ სოციალურ ქსელებზე მავნე დამოკიდებულების გამო უვითარდებათ. საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ ამ რეგულაციას მძაფრი დებატები უძღოდა ფრანგ კანონმდებლებს შორის. სოციალური ქსელების დაპირება იყო ჩვენი დაკავშირება, თუმცა მათ ჩვენი ფრაგმენტაცია გამოიწვიეს. დაგუპირდნენ ინფორმირებას, თუმცა ინფორმაციული ნაკადი გადატვირთეს. დაგუპირდნენ გართობას, თუმცა ჩარჩოებში ჩაგვსვეს. დასკვნა ნათელია, ჩვენი ბავშვები კითხულობენ ნაკლებს, მოძრაობენ ნაკლებს, წინებთ ნაკლები და მეტად ადარებენ საკუთარ თავს სხვებს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მარტივ, თუმცა აუცილებელ ბრძოლაში. უარი ვთქვათ, ბავშვობა იქცეს ბაზრად, სადაც ჩვენი ახალგაზრდები ალგორითმების სათამაშო მოედანს წარმოადგენენ. Quant à ceux d'entre vous qui estiment que l'éducation seule sur la précarité, sur la pression აგასტაბილურობისა და აკადემიური წნეხის ფონზე, რაც მენტალური ჯანმრთელობისთვის ნეგატიური ფაქტორებია, თქვენ ართმევთ ახალგაზრდებს ერთადერთ ადამიანურ რესურსს, რომელიც მათ მხარდაჭერას ემსახურება. ეს ვერ აგვარებს ვერც აკადემიური მოსწრების საკითხსა და ვერც ფსიქოლოგიურ გართულებებს, რადგან ამ მიმართულებით ყველა პოზიცია გააუქმეთ. სოციალურ მედიაში ამ შეზღუდვების გვერდისავლა მარტივი იქნება და ახალგაზრდები კვლავ წააწყდებიან ალგორითმებს. ისინი გააგრძელებენ საშიში კონტენტის ხილვასა და განთავსებას. გვთავაზობთ კანონს, რომლის აღსრულებაც შეუძლებელია. ამის შემდეგ უბრალოდ ხელებს დაიბანთ, აღასრულებთ თქვენს პიარულ მანევრს და საბოლოოდ ფასს ამაში გადაიხდიან ახალგაზრდები. ქვედა პალატის დასტურის შემდეგ პროექტი უახლოეს დღეებში უკვე საფრანგეთის სენატში გადაინაცვლებს, რათა საბოლოოდ იქცეს კანონად. ის დავისაგანია არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ სიბრტყეშიც. განათლებასა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე მავნე გავლენებით გამოწვეულ გლობალურ ტრენდს, რომელიც მთავრობების მიერ თინეიჯერებისთვის სოციალურ ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს, საფრანგეთშიც არაერთგვაროვნად ხვდებიან. Snapchat-ს, TikTok-ს და Instagram-ს ყველაზე ხშირად ვიყენებ. 12 წლიდან მაქვს Facebook-იც, რომელსაც არ ვიყენებ. სოციალური ქსელები მომწონს, რადგან შემიძლია ბევრი რამ გავუზიარო ჩემს მეგობრებს. ახლა უკვე 15-ის ვარ, თუმცა ალბათ ძალიან გავბრაზდებოდი ეს, მეც რომ შემხებოდა. არ ვთვლი, რომ ის უნდა აიკრძალოს საერთოდ ვინმესთვის. 13-14 წლის ადამიანები საკმაოდ დიდები არიან ამისთვის. სოციალურ მედიაში ყველა კონტენტი ძალიან მოკლეა. ის ასუსტებს ჩვენს უნარს მოვახდინოთ კონცენტრაცია სკოლაში. ზოგადად მოკლე კონტენტი აქტიურებს ჩვენს ემოციას და გონებას. ეს კი ამცირებს ხანგრძლივი რეფლექსიის ან საკითხებზე საფუძვლიანი ფიქრის უნარებს. ეს გვიბიძგებს ძლიერი ემოციებისკენ, ხშირად უმიზეზოდაც. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ახალგაზრდები დაცულები უნდა იყვნენ, თუმცა ამან არ უნდა მიგვიყვანოს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის ეტაპობრივ შეზღუდვამდე. ახალი რეგულაციებით გათვალისწინებულია სკოლებში სმარტფონების გამოყენებაზე აკრძალვაც. მიუხედავად ახალგაზრდების დიდი ნაწილის წინააღმდეგობისა, გამოკითხვები საფრანგეთში აცვენებს, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ამ ინიციატივას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. მეტიც, მშობელთა ნაწილი კიდევ უფრო მკაცრი ზომების მომხრეც გია. თუმცა ამასთან ახალმა მიდგომებმა გააჩინა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება ამგვარი ნორმა გრძელვადიან პერსპექტივაში და როგორ განხორციელდება ის პრაქტიკაში. არსებობს რისკები ახალგაზრდებმა შეზღუდვების გვერდისავლის მიზნით უფრო საშიშ პლატფორმებს მიმართონ. სოციალური ქსელების აკრძალვის კანონი უკვე მიიღეს ავსტრალიაში. იქ შეზღუდვები 16 წლამდე პირებს დაუწესდათ. შედეგად კი სოციალურ ქსელებში 5 მილიონამდე ანგარიში გაუქმდა. იგივე გეგმები აქვს დიდ ბრიტანეთსაც.